Პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენდით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, როგორც მან აღნიშნა, რესპუბლიკური პარტია რჩება კოალიციის ერთგული და არ განიხილება კოალიციიდან წასვლა. Დღის სხვა თემები მონიტორინგის ცენტრ მედიატორის საჩივარი პროკურატურაში მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კოალიცია ქართული ოცნების წევრებს ჯამში 1,500,000 ლარის კრედიტი აქვთ გამოტანილი, მათ შორისა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც ბანკიდან 12 მილიონი ლარი აქვს გამოტანილი. დიმიტრი ხუმსიშვილი, სოზარ სუფარი და დეპუტატი შალვა კიკნაველიძეც საჩივარში ნახსენები. ნაციონალური მოძრაობის წევრები და მონიტორინგის ცენტრი ითხოვს დაინტერესდეს პროკურატურა ამ საკითხით და დაადგინონ, ხომ არ არის ხელშეკრულებები ფიქტიური დადებული, არსებობს თუ არა კორუფციული სქემები და იკვეთება თუ არა პოლიტიკოსების მოსყიდვის საკითხი. აქ მოყვანილია როგორც შესაძლო პოლიტიკური მოსყიდვის და ქრთამის მიცემის ფაქტები, ასევე კორუფციული შემოსავლის შესაძლო წყაროები, ასე რომ ჩვენ მაინც დაველოდებით, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმედი, იმიტომ რომ არც ადრე გამოუძიებიათ რამე, რაც შეიძლება ოცნების სახელისუფლებო წარმომადგენლებს შეეხებოდა, არც ეხლა იძიებენ და არც მომავალში გვაქვს იმედი, რომ ამ ტესტს წარმატებით ჩააბარებენ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ და ვაჩვენოთ, ეს ფაქტები გამოაშკარავდეს. კვლევიდან ირკვევა, რომ მთავრობის წევრებს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პირადად ბიზნესმენების ვალი აქვს 1,500,000-ზე მეტი. ირკვევა, რომ კვირიკაშვილმა დეკლარირებული შემოსავალზე 4-ჯერ მეტი გადაუხადა ბიზნესმენების ერთ წელიწადში. გულისხმობს $109,000, რომელიც 250,000 ლარზე მეტია და მან ეს ერთ წელში დაფარა, როცა შემოსავალი ჰქონდა 93,000 ლარი. ფიქრობთ, ეს ყველაფერი იძლევა საფუძვლიანი ის, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან, შესაბამისად ჩვენ შევადგინეთ საჩივარი, რომელსაც მიმართეთ პროკურატურას და ვითხოვთ აი ამ კონკრეტული ფაქტების გამოძიებას.